ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ ახალ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვით აქციის გასამართად პოლიციის გაფრთხილება აუცილებელი ხდება, ოცნების პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე მხარი უკვე დაუჭირეს. დღესვე მას პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. საპროტესტო აქციების საწინააღმდეგო კანონპროექტების პაკეტი ოცნების პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 8 დეკემბერს დარეგისტრირდა. პროექტის მიხედვით, თუ აქცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან ტრანსპორტის ხალხის მოძრაობას აფერხებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება სავალდებულო იქნება, თუმცა პოლიციის წერილობითი ინფორმირება არ ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროტესტის მონაწილეებს აქციის ან და მსვლელობის გამართვის უფლებას მისცემს. ასევე ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება ექნება, თუ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, აქციის მონაწილეებს აქციის ალტერნატიული დრო, ადგილი და სვლაგეზი მიუთითოს. გაფრთხილება საპატრულო პოლიციაში 5 დღით ადრე უნდა შევიდეს. იმ შემთხვევაში, თუ კი აქცია სპონტანურად დაიგეგმება, ორგანიზატორმა პოლიციას გეგმის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობს. დღეს ქართული ოცნების დეპუტატ მარჩილ გორდულაძემ თქვა, რომ ყოველი კონკრეტული აქციის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა იცოდეს, თუ რამდენი ადამიანი აპირებს აქციაში მონაწილეობას, ვინა ორგანიზატორი და სად და რამდენი ხნით იგეგმება შეკრება. ეხლა რა აქციები სტარდება, ეს რომ სპონტანური აქცია არ არის, ალბათ ამაში ყველანი დამეთანხმებით. შეუძლებელია რომ 1 წლის განმავლობაში ჩატარებული აქცია იყოს სპონტანური. სპონტანური რას გულისხმობს, რომ კონკრეტული რაღაც ერთი კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანები იკრიბებიან. ხოლო როდესაც ყოველდღიურად ერთსა და იმავე საათზე სხვადასხვა ადგილას, ან ერთსა და იმავე ადგილას, ან სხვადასხვა ადგილას ადამიანები იკრიბებიან წინასწარ შეთანხმებულად, ეს არ არის სპონტანური. ეს არასპონტანური შეკრება. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართონ პირებმა, უნდა უთხრან კონკრეტული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც რაც მოქმედ კანონში წერია, შორის რომ უნდა უთხრან რამდენი ადამიანი აპირებს შეკრება და მანიფესტაციაში მონაწილეობას, ვინ არის ორგანიზატორი, რა ადგილას იმართება და რა დროით იმართება. ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო იუჟერებს ამ აქციის ამ კონკრეტულ ადგილზე და დროზე ჩატარების შემთხვევაში სხვათა უფლებები შეიზღუდება თუ არ შეიზღუდება. ოპოზიციურ სპექტრში ქართული ოცნების ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დრაკონულ კანონს უწოდებენ. მათი შეფასებით ოცნება რუსთაველზე ყოველდღიური პროტესტით შეწუხებულია და მის ჩასახშობად ყველაფერს აკეთებს. რუსული რეჟიმი ცდილობს ამ ქვეყანაში დარჩენილი თავისუფლების ბოლო ნიშაც ამოქოლოს. ეს არის რუსთაველის პროტესტი, ეს არის მშვიდობიანი დემონსტრაციები და ახლა ის ახალი დრაკონული კანონებით ამკაცრებს შეკრებისა და მანიფესტაციების რეგულაციებს. ფაქტია, რომ რეჟიმს აწუხებს რუსთაველის პროტესტი, აწუხებს თუნდაც ერთი ადამიანის აქცია და ახლა ცდილობს, რომ თუნდაც ტროტუარზე მდგომ ადამიანებს აუკრძალოს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა. ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა რუსეთმა განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ. ამ გზის გატარება სურს საქართველოსთვის ივანიშვილის რეჟიმს, თუმცა თავისუფლების მოყვარე ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ისინი არიან წინააღმდეგობაში უწყვეტად 1 წელია და აუცილებლად ერთად ყველანი მივაღწევთ იმ საბოლოო მიზანს, რასაც ჰქვია რეჟიმის ცვლილება. ხალხის სავალი გზის ხელოვნურად გადაკეტვა, პოლიციის სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა, გაფრთხილებით არ მიმართვა, გაფრთხილების ვადის დარღვევა 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. ორგანიზატორის შემთხვევაში კი 20 დღემდე. თუ ამ მუხლით სახდელდადებული პირი იგივე ქმედებას ჩაიდენს, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება და 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. ქართული ოცნების პარლამენტი კანონპროექტს გაჩქარებული წესით განიხილავს. როგორც დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ითქვა, პროექტს საბოლოოდ ამ კვირაშივე მიიღებენ.